რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. გამარჯობა, თქვენთან არის ვაშა გადაცემა თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად გამოგვიწერეთ, აუცილებლად გვიყურეთ. ნებისმიერ პლატფორმაზე, YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. იცით, რამდენი სამსახურებრივი მანქანა ყავს ლონდონის მერიას? 182. თავი ბოლო ლიმუზინია ყველაფრიანად. და რამდენი მანქანა ყავს ესპანეთის ყველა სამინისტროს ერთად? 150. ესპანეთის პარლამენტს 10. თბილისის მერიას 1000-ზე მეტი. არაფერი შეგეშალოთ, ამაში არ შედის არც ავტობუსი, არც სპეციალური ტრანსპორტი. მხოლოდ სედანები და ჯიპები. მერიაში თუ საკრებულოში თუ განგეობაში მომუშავე ვიღაც კალოშამ თავისი უკანალი რომ ჩადოს და მიიტანოს სახლიდან კაბინეტამდე ან კაბინეტიდან სახლამდე. ხანდახან რესტორნამდე ან აეროპორტამდე რომ ცოლშვილი კარგად დაასვენოს, სანამ ევროპაში ჯერ კიდევ უშვებენ. ოღონდ არც ესაა საკმარისი. დეკემბერში მერია კიდევ გაიქნებს 4.600.000 ლარს და 86 ახალ მანქანას დაემატებს. 15 მხოლოდ თბილსერვის ჯგუფის იქნება, 71 კი ჩინოვნიკებისთვის. თითო მანქანის ფასი 66,000-მდე. ამათ ბენზინსა და მომსახურებაზე, მძღოლების ხელფასზე, დაზღვევაზე რამდენს ხარჯავთ, ეგ ცალკე დასათვლელია კიდევ. დეკემბერშივე პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ გახსოვთ არის ასეთი თანამდებობა და კანტორა 12 მანქანას დაემატებს. ცნობისთვის ადმინისტრაციაში 69 ადამიანი მუშაობს სულ და 12 მხოლოდ ახალი 2025 წლის მანქანა ეყოლებათ. 2024 წლისა და ოდნავ ძველი რამდენი იყავთ, ეგ უკვე თქვენი ფიქრეთ. და იმაზეც იფიქრეთ, რომ ეს არაა პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყს ან მისი დაცვის მანქანები. ეგენი სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის ბალანსია ცალკე. ეს კოცის მასშტაბით საშუალო ჩინოვნიკებისთვის განკუთვნილი სედანებია. ოღონდ უბრალო არ გეგონოთ, 105 ცხენის ძალაზე ნაკლები ძრავით არ იკადრეს. ტენდერის პირობებით უფრო მცირე ძრავს უბრალოდ ვერ შესთავაზებთ. შესყიდვების სააგენტოს ტენდერით იუსტიციის სამინისტროს დაემატება 21 მანქანა. სახალხო დამცველის აპარატს 5. ხო, აი მოკვდა ლევან იოსელიანი აქცია და ციხე ფეხით სიარულით. გააზრა ძირი ყველა მის ფეხსაცმელს. ყველა დარბეულს მკერდით გადაეფარა. ყველა პოლიტპატიმარი მოინახულა, ყველა ანუგეშა, ყველა დაკავებული საქმის დარღვევა დააფიქსირა, ყველა სასამართლოს დაესწრო, იჩხუბა, იყვირა, ეკუთვნის 5 ახალი მანქანა. ისევე როგორც 14,000-იანი ხელფასი, რომელიც იანვრიდან ექნება. ამ ტენდერის ჯამური ღირებულება თითქმის 11 მილიონია და 192 ახალი მანქანა. ჩვენი ჯიპიდან. როდის ამოიღეს? ეგ ის ფულია პოლიტიკურ ჯარიმებად, რომ ახევენ ადამიანებს ქუჩაში დგომისთვის. ის ფულია, რაც განათლებას მოაკლეს. რაც ბავშვების სწავლებისთვის არ გაიმეტეს. რაც თამბაქოზე გაზრდილი აქციზით შეუვათ. ის ფულია, რაც პარკინგის თუ სხვა გაათმაგებულ ჯარიმებად ამოგაცლიან თქვენ. რისთვის? ხო, რუსის სამსახურში დამუშავებული და გაცვეთილი თავიანთი უკანალების კეთილდღეობისა და სითბოსთვის. სამი ამბავი მაქვს ბორიასტანიდან. ამბავი პირველი. 2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს 8.6% ნაკლები ელექტროენერგია გამოიმუშავა ვიდრე შარშან ამ დროს. სამაგეროდ 29% მეტი ელექტროენერგია შეისყიდა. გამოიცანით ვისგან, ან რა კითხვა უნდა საერთოდ? რუსეთისგან. პრაქტიკულად მთელი იმპორტის 60%. ლოგიკურად, იძულებულები გავხდით შეგვემცირებინა ექსპორტი. წელს იმის ნახევარი დენს ვერ გავყიდეთ, რაც გავყიდეთ შარშან. მადლობა ვის უნდა უთხრათ? იცით ნამდვილად. ამბავი მეორე. ოქტომბერში საქართველოში საზღვარგარეთიდან გადმოირიცხა 318.710.000 დოლარი, რაც გასული წლის ოქტომბერზე 13.4%-ით მეტია. ყველაზე მეტი საძულველი Deep State-დან მოვიდა, შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან. მათზე მოდის 200.520.000 დოლარი, მთელი თანხის 64%. ზრდის რეკორდსმენი არის ესპანეთი, 43.4%. ამერიკიდან მოვიდა 18.6%-ით მეტი ფული ვიდრე შარშან. ევროკავშირიდან 2025 წლის ოქტომბერში 15%-ით მეტი გადმორიცხეს ვიდრე 2024 წლის ოქტომბერში. გაიზარდა საქართველოსდან გასული ფულის ოდენობაც 14.9%. თუმცა ეგ 40 მილიონი სულ ბევრი არაფერია იმ თანხასთან შედარებით, რაც აქეთ გადმორიცხეს. ამბავი მესამე. 2025 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს 58%-ით მეტი ხორბალი შეისყიდა ვიდრე 2024 წლის იმავე პერიოდში. ლომის წილი საიდან ბარემ ესეც გამოიცანეთ. დიახ, ეგეც რუსეთიდან, თითქმის 80%. საქსტატის მონაცემებით ეს ბოლო 7 წლის მაქსიმუმია და აქაც ალბათ არ შეგეშლებათ ვის უნდა გადაუხადოთ მადლობა.
მადლობა ბორია. გულითადი მადლობა რუსის ტრაკიდან. ყველაფერი დაალაგდა. ნიკოლო სამხარაძე ყირგიზეთის არჩევნებს დააკვირდა. ნიკოლო სამხარაძე თუ გახსოვთ საერთოდ. აი, ოპუსუმი, როგორც ჩალვა ნათელაშვილი აღწერს და გვირჩევს აღარ ვინერვიულოთ ყირგიზულ დემოკრატიისთვის. მართლაც, ოდნავ ნაკლები გვაქვს უკვე სანერვიულობა, აი, სულ ოდნავ, რა კი ყირგიზულმა სასამართლომ გაათავისუფლა გამოცემა კლოუპის ადრე დაპატიმრებული ორი გამომძიებელი ჟურნალისტი. აბა, სადაური დემოკრატიისთვის ვინერვიულოთ ახლა? აქამდე ნერვიულობდით მიანმარზე. შორეულ აზიურ ქვეყანაზე, სადაც უკვე 4 წელია დე-ფაქტო პრეზიდენტი დაამხეს და ციხეში ჩასვეს. მარტო ჩვენ არა, მთელი დუნია ნერვიულობდა. გაერო განიხილავდა, გმობდა, ითხოვდა და აი იქაც გამოანათა. 28 დეკემბერს იქ დანიშნეს არჩევნები. პირველი არჩევნები ბევრი წლის განმავლობაში. სიმშვიდე არც იქამდე ყოფილა, მაგრამ 2021 წლიდან, როცა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოხდა, ქვეყანას გენერლები მართავდნენ. ქვეყანა ვერც ამად დააწყნარეს. ხუნტას გაუჩნდა შეიარაღებული ოპოზიცია, დაასხეს ერთმანეთს და დღემდე ესვრიან. მაგრამ აი ამ საძაგელმა ხუნტამ ქვეყნის დასაწყნარებლად ახლა არჩევნები დანიშნა. ოპოზიციის მაქსიმალური მონაწილეობისთვის კი გამოაცხადა 9000-მდე პოლიტპატიმრის ამნისტია. დაუყოვნებელი. მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატი და ყოფილი პრეზიდენტი ონ სან სუ კი ჯერ კიდევ რჩება ციხეში, მაგრამ მისი მომხრეები პრაქტიკულად სრულად თავისუფლებიან. ხო, ეტყობა მიანმარელი ვიღაც დიქტატორი გენერლები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე ქართველი დიქტატორი პუსტაპუსტები და ოპოსუმები. ტრაკით კაკლის მტრეა. თქვენ მარტო სიმბოლური ფრაზა გეგონათ? აღდათ? და აი ამაზე რა სიტყვით ახლა? აი ესაა ზუსტად ის, რასაც ქვია კაკლის მტრევა. თავადაც ხედავთ რა მეთოდით და განა კახეთში ხდება, ან ქართული ოცნების ოფისში, ან ზემო ჭორვილაში. იაპონიაში ხდება. ამ კაცმა, ამ ათლეტმა, ჩერი იოშიტაკემ, როგორც ხედავთ, წუთში 122 კაკალი გატეხა. ანუ წამში 2 და კიდევ ცოტა მეტი. და კი იმსახურებს გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრას. მას უეკუთვნის რეკორდი ნახევარწუთში დამტვრეული კაკლის რაოდენობის მიხედვით. 30 წამში გაუტეხავს 78 ცალი. 2 წელი ივარჯიშა, ტრაკი ავარჯიშა და როგორც ხედავთ მოუმატა ტემპს. ასე რომ გოცნო, აგერაა კაცი, ვისაც უნდა შეეჯიბროთ. მიზეზი და სტიმული არ გაკლიათ. აქედან ევროკავშირი გიტევთ, იქიდან შეერთებული შტატები, აქედან საკუთარი ხალხი, იქიდან მთელი deep state. ჩვენ თქვენი გვჯერა, გვწამს რომ შეძლებთ. ჩერი იოშიტაკე ვის დაკარგვია თქვენ რომ უკანალები გაქვთ ნავარჯიშები. მიიდი გენაცვალე, ცოტაც ივარჯიშეთ და იზამთ. თქვენი იგრაივში ტრენერის ხელმძღვანელობით. უბრალოდ უხსენეთ რამდენი ფული აქვს დაყადაღებული და გაყენული დასავლურ ბანკებში და ეგრევე მოგიხსნით ყველა რეკორდს. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროშა. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.